ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2019 წელი ამცნო ნომერი 46. შეუსაბამეთ ციფრებით დანომრილ სისტემის ერთეულებს ასოებით დანომრილი სისტემის ძირითადი ერთეულებით გამოსახული განზომილებებიო და გთხოვენ ამასთან რომ პასუხების ფურცელზე ცხრილის სათანადო უჯრედებში დავსვათ ნიშანი x. კარგით, პირველი ეს არის ვოლტი, რომელიც არის ძაბვის ერთეული სისტემაში. თუ გავითვალისწინებთ, რომ ძაბვა ეს არის ელექტრული ველის მიერ შესრულებული ერთეულოვან მუხტზე შესრულებული მუშაობა ელექტრული ველის მიერ აშიფარდებული ქუსთან. აქედან მეორე მხრივ მუშაობა ეს არის ძალისა და გადაადგილების ნამრავლი, შეფარდებული ქუსთან და მოდი გავიხსენოთ დენის ძალის განმარტება. დენის ძალა ეს არის ქუს შეფარდებული ტესთან, განივკვეთში გასული დროის ერთეულში გასული მუხტი, ხო? საიდანაც ქუსთვის მივიღებთ, რომ ეს ტოლი არის იტესი. ასე. ანუ შენ შეგვიძლია ქუსმაგნიტად დავწეროთ იტ. ამასთან თუ გავითვალისწინებთ F არის ნიუტონის მეორე კანონიდან მასისა და აჩქარების ნამრავლი, შემდეგ გამოსახულებას მივიღებთ MAS შეფარდებული იტესთან. და ახლა ჩავსვათ ერთეულები, მასის ძირითადი ერთეული არის სისტემაში კილოგრამი, გამრავლებული აჩქარებაზე მეტრ კვადრატთან, აჩქარების ერთეული, გამრავლებული გადაადგილებაზე, ესე იგი ეს კიდე მეტრზე უნდა გავამრავოთ. შეფარდებული დენის ძალის ერთეული სისტემის ძირითადი ერთეული ეს მომისეთ ამპერი გვექნება გამრავლებული წამზე. ასე. და რა გამოგვივა, ესე იგი ჩვენ გამოგვივა, რომ ეს ტოლი არის კილოგრამი. გამრავლებული მეტრ კვადრატზე, ეს შეფარდებული ამპერ გამრავლებული წამ კუბთან. შესაბამისად პირველში, მოდით თანასაც გავაკეთებთ, გადავხაზოთ კიდეც ხოლმე. პირველი შესაბამისი პასუხი ყოფილა კილოგრამი მეტრ კვადრატი ამპერი წამ კუბზე D. პირველის D. მოდით დავნიშნოთ, ჩავნიშნოთ, x-ი დავსვათ, ახლა გადავიდეთ მეორეზე. მეორეში რა გვაქვს შევხედოთ? მეორეში ჯოული. ჯოული არის მუშაობის ერთეული, მუშაობა ეს არის F-ისა და C-ს ზემოთ დავწერეთ უკვე, გადაადგილების ნამრავლი. ეს ტოლი არის m გამრავლებული a-ზე, ნიუტონის მეორე კანონიდან ახაც MAS, ეს ტოლი იქნება მასის ერთეული არის კილოგრამი, გამრავლებული მეტრი შეფარდებული წამ კვადრატთან. და ეს კიდევ უნდა გამრავლდეს გადაადგილების ერთეულზე მეტრზე. ეს ტოლი გამოგვივა კილოგრამი, გამრავლებული მეტრ კვადრატზე, შეფარდებული წამ კვადრატთან. შესაბამისად მეორეში, მეორის პასუხი ყოფილა, მოდი შევხედოთ რომელია მეორე. კილოგრამი გამრავლებული, აი, V. მეორის V. მოვნიშნოთ მეორის V. ასე. გადავიდეთ შემდეგზე, მესამეზე. რა გვაქვს მესამეში? ფარადი. ფარადი არის ტევადობის ერთეული. ტევადობა განიმარტება შემდეგი სახით. C არის Q შეფარდებული უსთან. აქაც Q შევცვალოთ იტეთი, იტ შეფარდებული უსთან. ეს ტოლი იქნება ამპერი გამრავლებული წამზე და ეს უნდა გავყოთ ძაბვის ერთეულზე, ხო? უზე, ვოლტზე. არა, ჩვენ ხო ეს უკვე გამოთვლილი გვაქვს. ეს უნდა გავყოთ აი ამ გამოსახულებაზე, ანუ გავამრავლოთ ამპერი გამრავლებული წამ კუბზე შეფარდებული კილოგრამი გამრავლებული მეტრ კვადრატთან. მივიღებთ შემდეგ გამოსახულება, ეს ტოლი იქნება ამპერი კვადრატი, ხო? გამრავლებული წამი მეოთხე ხარისხი შეფარდებული კილოგრამი გამრავლებული მეტრ კვადრატზე. კი ბატონო, ესე იგი მესამეს პასუხი იქნება B, ხო? ამპერ კვადრატ წამ მეოთხე კილოგრამი მეტრ კვადრატთან, კი ბატონო, B არის ნამდვილად. ესე იგი მესამეს B მოვნიშნოთ. ახლა გადავიდეთ მეოთხეზე. რა გვაქვს მეოთხეში, შევხედოთ მეოთხე. მეოთხეში ომი. ხო, ომი ახლა შეგვიძლია, ომი არის წინაღობის ერთეული. ომის კანონიდან გამოვიდეთ, მოდით ეს იუდრის უშეფარდებული ერთთან, აქედან ერი ტოლი არის უშეფარდებული ისთან. ძაბვა გამოთვლილი გვაქვს და ეს უნდა კიდე გავყოთ, ესე იგი ეს ტოლი იქნება კილოგრამი გამრავლებული მეტრ კვადრატზე შეფარდებული ამპერი გამრავლებული წამ კუბზე და ეს კიდე უნდა გაიყოს ამპერზე, ანუ გამრავლდეს ამპერის შებრუნებულზე, ერთ შეფარდებული ამპერთან და მოდი აი კვადრატს დავუწერ და აი ამპერს მოვშლი. შესაბამისად აი ეს პასუხი გამოგვივიდა მეოთხეში. ესე იგი მეოთხეში გამოგვივიდა ჩვენ რომელი პასუხი? კილოგრამი გამრავლებული მეტრ კვადრატზე ამპერ კვადრატ წამ კუბი. ეს არის A, ხო? ეს არის მეოთხეს A. ასე. გადავიდეთ ახლა მეხუთეზე. მეხუთეში გვაქვს ვატი.
ვატი არის სიმძლავრის ერთეული, ხო? სიმძლავრე კიდე ეს არის n-ი, დროის ერთეულში შესრულებული მუშაობა არის. მუშაობა კი აგერ გვაქვს გამორთვლილი და ეს კიდე უნდა გავყოთ წამზე. ესე იგი კილოგრამი გამრავლებული მეტრ კვადრატზე შეფარდებული წამ კვადრატზე. კიდე უნდა გაიყოს წამზე, ანუ გამრავლდეს ერთი შეფარდებული წამზე. მოდი ამას მოვშლი აქა და აქ დავწერ კუბს. შესაბამისად, მეხუთესთვის, ვატისთვის რა მივიღეთ ესე იგი? მეხუთეში ეს იქნება კილოგრამი, აი e, ხო? მეხუთეს e. სად არის? აი ასე. კი ბატონო, არ გვიშლება არაფერი და ბოლო ვნახოთ აბა. ბოლო ეს არის პასკალი, ხო, მე-6. პასკალი არის წნევის ერთეული, ხო? p უდრის ერთეულოვან ფართზე მოსული ძალა, ხო? ის შეფარდებული s-თან. ოღონდ ეს s-ი აი ამ გადაადგილებაში არ აგვერიოს. აქ უკვე ფართის განზომილებას გულისხმობთ, ეს იქნება ma შეფარდებული s-თან, ეს ტოლია კილოგრამი გამრავლებული მეტრი შეფარდებული წამ კვადრატზე და კიდე ეს უნდა შევაფარდოთ ფართის განზომილებაზე მეტრ კვადრატთან. ესა და ეს შევეკვეცა და რა დაგრჩა? კილოგრამი გაყოფილი მეტრი გამრავლებული წამ კვადრატზე და ნუ კი ბატონო, ეგრეც უნდა დაგვრჩენო და ესე იგი მე-6-ში რო გადავხაზოთ ესეც ყოფილა პასუხი Z.